ვარ ანდრიას გურაძე 8 წლის. სწავლობ ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და ხატვა. უფრო მიყვარს ფეხბურთის თამაში. 2 თვეა ვთამაშობ ვესტ ჯორჯიაში. მე ვარ ძალიან კარგი მეკარე. მეკარეობა იმიტომ გადაწყვეტე, რომ ერთხელ ძალიან კარგად ვიმეკარევე. ბევრი ბურთი ავიღე და ყველა მითხრა რა კარგი მეკარე ხარო. ყველაზე უფრო მიადვილდება პენალტის აღება. შედარებით მიძნელდება 1-1-ზე ბურთის აღება. ვარ სწრაფი და მაქვს კარგი რეაქცია. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია მესი. საყვარელი გუნდია ბარსა. 6 წლის რო გავხდი, მაშინ გადავწყვიტე, რომ გავხტარიყავი ფეხბურთელი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი სპაიდერმენი. თუ ფეხბურთელი ვერ გამოვალ, მაშინ გამოვალ პოლიციელი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებ 22 ნომერით. ჯორჯიაში ჩემი წვრთნელია გუგა მასწავლებელი და ბაჩი მასწავლებელი. უფრო მხიარულია ბაჩი მასწავლებელი. გუგა მასწავლებელი არის ხანდახან კაცი. ისე ორივე კარგებია და ყველა ბავშვს გვიყვარს. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშო 40 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ მე გავხტები ბიზნესმენი. ჩემი ბიზნესის სფერო იქნება მანქანები. ჩემი საყვარელი მანქანაა BMW. 21 წლის რო გავხტები ვიყიდი ლურჯ BMW-ს. დიდი ალბათობით ამ მანქანით მოვიყვან ცოლს. ახლა შეყვარებული არ ყავს, მაგრამ ბაღში მყავდა. იმ გოგოს იმიტომ დავშორდი, რომ სხვა სკოლაში შევიდა. ცოლს რომ მოვიყვან ვიქნები 22 წლის. შვილებს დავარქმევ გიორგის და ანასტასიას. ჩემ ცოლს დავარქმევ ლილეს. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, კარგი მასწავლებელი მყავს და კარგი მეგობრები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია მართა კარანდაძე. ყველაზე ჭკვიანია ანდრია ბოლქვაძე. ყველაზე ცელქია ლაშა დიასამიძე. მე ვარ ყველაზე მშვიდი და სიმპათიური. ჩემი საყვარელი მასწავლებელია ეთერი ცისკარაძე. იმიტომ რომ ის არის თბილი, გვეხუტება ყოველთვის და კარგად გვასწავლის. საყვარელი საგანია ხელოვნება, რადგან ძალიან მიყვარს ხატვა. ხატვაზე არ დავდივარ და ჩემით ვისწავლ. მე ვიცი მანქანების ხატვა, ტრაილერის დახატვა, ბურთის დახატვა და მთის. ყველაზე ძნელია ბევრი სახლის ერთად დახატვა. ყველაზე რბილია მთის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია ლურჯი და არ მიყვარს შავი. მე ვაგროვებ ჩემს ნახატებს. სახლში მაქვს 50 კარგი ნახატი. იმიტომ ვაგროვებ, რომ მინდა ჩემს შვილებს დავათვალიერებინო. თუ ყიდველი მეყოლება, რამდენიმეს გავყიდი. თითო ნახატი ეღირება 5 ლარი. მე ფული როდესაც მაქვს, ვხარჯავ ტკბილეულობაში. ჩემი საყვარელი ტკბილეულია ჩუპაჩუპს. საყვარელი საჭმელია ბორში. ბევრი ფული რომ მქონდეს, ვერტალიორს ვიყიდი და ყველა ქვეყანაში გავფრინდები. პირველ რიგში ვიმოგზაურებ ესპანეთში. ახლა მინდა რომ ვიყო 23 წლის, რადგან დიდი ფეხბურთი ვითამაშე. სახლში ვცხოვრობ მე, დედიკო, მამიკო, ბებია, ბაბუა და ჩემი და. კიდე მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 10 წლის და ქვია მარიამი. ის არის მხიარული, ცელქი, ჭკვიანი და განათლებული. ჩემი აზრით მარიამი რომ გაიზრდება, გახდება მხატვარი. მამიკო არის შემსავით სიმპათიური, შრომელი და განათლებული. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი, თბილი და ჭკვიანი. ღეროსნური ჯოხი რომ მქონდეს, ვიქნებოდი მილიონერი. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა, რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს. მე მინდა რომ მქონდეს გაუჩინარების სუპერძალა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას, რა არის მისი ოცნების საჩუქარი. მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია მესის ხელმოწერილი ბურთი. ბედნიერება არის ფეხბურთში გულშემატკივრის სიყვარული და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.